რომ პასუხობ ჩვენს კითხვებს. Რა თქმა უნდა, გადაწყვეტილების გამოცხადების წინ ყველას ვეკითხებით, რომ რა ტიპის მოლოდინი არსებობს, რა ტიპის მოლოდინი აქვთ მათ თავად, შეიძლება თუ არა ეს ადამიანები დღეს სასამართლო დარბაზიდან გაუშვას მოსამართლემ. თუ თანხმდებით, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ეს ვთქვათ, პოლიტიკისგან მოწყვეტილი გადაწყვეტილება არ იქნება, აი ამ ფაქტორის გათვალისწინებითაც რა მოლოდინი გაქვთ? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ხო, რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკის ნაწილია და ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნება დღეს მიღებული, რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკის ნაწილი იქნება. შესაბამისად, აქედან გამომდინარე შეგვიძლია მივიღოთ რაღაცნაირი ჩვენი პასუხი იმ მოთხოვნებზე, იმ კითხვებზე, რომელიც გვაქვს და დღემდე გვაქვს ეს და სანამ არ შესრულდება, მანამდე გვექნება. დაველოდებით ახლა სიმართლე გითხრათ, გულწრფელი რომ ვიყო ბოლომდე, არა მაქვს იმედი, რომ ეს ყველაფერი ისე დამთავრდება, როგორც ჩვენ ვითხოვთ. თუმცა არის იმის შანსი, რომ ხელისუფლებას ეგრეთ წოდებულს მიეცეს შანსი იმისთვის, რომ ერთი ნაბიჯით გადმოდგას ადამიანების, ხალხის, მოსახლეობის მიმართ ნაბიჯი, რომელიც ადრე თუ გვიან უნდა გადმოდგას. და რა ვიცი, გვაქვს იმედი, რომ იქნებ ეს დღე იყოს დღევანდელი დღე და აი აქ ვდგავართ ამის მოლოდინში. რა სიტყვით თავად პროცესზე იყავით თუ არა დარბაზში, უყურებდით თუ არა, უსმენდით თუ არა ბრალდებულების სიტყვას და ზოგადად პროცესმა რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ? არა, მე არ შევსულ ვარ შიგნით რაღაცა ესე გარეთ გამოტანილი ინფორმაციების და რაღაცა სოციალურ ქსელში ვადევნებ თვალყურს. ხო, რა ვიცი, პროცესი ისეთია, აბსურდის თეატრი, შემიძლია ასე ვთქვა, ჩვენს ენაზე, სადაც არანაირი მტკიცებულება, არანაირი ლოგიკა იმის, რომ ეს ადამიანები თუნდაც იქ იყვნენ ახლა სადაც არიან, ან დარჩნენ საერთოდ იქ სადაც არიან, არანაირი ლოგიკა ამაში არ არის. ანუ მე პირადად ვერ ვხედავ, ვერც ვერავინ ვერ ამტკიცებს, რომ უნდა დარჩნენ, რატომ არიან იმასაც ვერ ამტკიცებს ვერავინ და აი ვართ აბსურდის თეატრში და უყურებთ ამ ყველაფერს, ოღონდ სხვა შენობა არის, ეს თეატრი არ არის. კი ბატონო, მადლობა ბაჩო, დაველოდოთ ერთად, ძალიან მალე წესით უნდა იყოს, ვინაიდან მოსამართლე თითქმის 50 წუთია საათი გახდება მალე, რაც გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად, ესე ვთქვათ, მოსამზადებლად ბოლო სიტყვის არის გასული, სარეკლამო პაუზის შემდეგ